მოგესალმებით მეგობრებო, გაზაფხული მოვიდა და სახეს ახალი ნიღბები, სხვადასხვა ნიღბები ესაჭიროება. დღეს კიდევ ახალი ნიღბით მოვედი. ძალიან კარგი ნიღაბია, სახეს აკრიალებს, თქვენ თვითონ მინდათ რომ შედეგი დაინახოთ და თქვენ თვითონ მომწეროთ რომ ვის სახეს რა ნაკლი გაუსუფთავა, რა როგორ მოერგო და ეს დღეს სათაურს არ ვარქმევ ჩემ ნიღაბს. საგაზაფხულო ნიღაბია, ზაფხულის ნიღაბი. კარგი, ეს ზაფხულის ნიღაბი შედგება კურკუმასგან, ნახეთ, კურკუმა ეს იტალიურად აწერია, იტალიაში შეძენილია. რა თქმა უნდა, იტალიური ყავა იტალიური, ნახევარი ლიმონი, მაწონი და თაფლი. დავიწყოთ მომზადება. მე კოვზებიც დავალაგე, როგორი კოვზით უნდა უყო თვითონ. ნახეთ, უყურეთ, კურკუმა და ყავა აიმნაირ პატარა კოვზით უნდა უყოთ. კურკუმა უყავი, ყავას უზავ, ყავასაც ამეთი უზავ, ნახეთ, თაფლი, ნახეთ, სუცოდას უზავ, თან დაგანახვებთ. უყურეთ, ნახევარი. მაწონი, ნახეთ, სუფრის კოვზი უნდა, ეს პატარა კოვზია და მე ორს უზავ ამისას. ერთი და ორი. ესე იგი, ერთი სუფრის კოვზი. აი ლიმონს ჩავაწურებ. და კარგად ავთქვებ. საოცრებას ახდენს. საერთოდ სახეზე სხვადასხვა ნიღაბს რო გაიკეთებ, ოღონდ რა თქმა უნდა, თქვენ სახეს უნდა მოერგოს ის ნიღაბი. ეხლა ეს ყველა ტიპის კანისთვის არის, აი ამასაც გეტყვით, ყველა ტიპის კანის რო მოერგო, კომბინირებულ კანისთვის. და ნახეთ, ჩვენი ნიღაბიც მზად არის. ისმევთ ესეთ. რა შემადგენლობა კიდევ გავიმეორებ, კურკუმა, პატარა კოვზი, ყავა, იტალიური ყავა უყავი მე, კურკუმაც იტალიაში შევიძინე, მაწონი, ერთი სუფრის კოვზი უნდა, მაწონი, თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი. თვალის აიმებშიც რომ მიხვიდეთ, არაფერს არ გიზავთ, ეს თავარია რომ გუგებამდე ახლო არ მეხვიდეთ.
ჩემი სილიკონის ფუნჯია და ცოტა ნელ-ნელა იმიტომ ვისმევ, რომ კანი არ გამიღიზიანოს. ამას წუთები არ აქვს, მეგობრებო, უნდა კარგად გაშრეს. ზოგი სახეზე სხვანაირად აშრება, გითხარით, ყველა კანზე, კომბინირებულ კანზეც შეიძლება, ცხიმიან კანზე შეიძლება. ძალიან გამომშრალი დახეთქილი კანი როა, იმაზე საერთოდ ნიღაბი არ შეიძლება. ის უნდა დატენიანდეს და მერე წაისვას ნიღაბი. ჩვენი წიგნი დასასრულს უახლოვდება, ჩემი საავტორო წიგნი არაჩვეულებრივი გამოდის, ძალიან კარგია, რომელიც საჩუქრად გადაგეცემათ, ვინც ჩემთან მოისურვებს სწავლებას, რა თქმა უნდა. სწავლება იცით, კიდევ შეგახსენებთ, რომ სექტემბერში დაიდება ლინკისად, როგორ უნდა მოიქცეთ და რა უნდა გააკეთოთ, სექტემბრიდან იწყება ჯგუფი. აიღებთ ორენოვან სერტიფიკატს, ჩემი საავტორო წიგნი საჩუქრად გადმოგეცემათ, რომელიც გაყიდვაში არ იქნება და გექნებათ კვირაში 2 დღე, 2 საათი, 2 საათი ლაივი, 2 საათი გექნებათ, სადაც შეისწავლით ძველს და ახლებურ საცხებს. ნიღბებს ეხლა გეუბნებით და ნიღბები იქ ნიღბებისთვის აღარ მოვცდეთ. იქ იქნება სერიოზული სწავლება, რომელიც მეორე დღიდან მუშაობა დაიწყოთ და ყველანაირი კანისთვის არ შეგეშინდეთ, რომ აი ვაი როგორ მოვარჩინო. არანაირად, მეც დაგეხმარებით, მეც გვერდში დაგიდგებით. მე როგორც მომირჩენია, ისე თქვენ მოარჩენთ. თუ ნაბიჯი არ გადასკით, იცოდეთ, რომ არასდროს არ გამოვა. მე აი აგერ ბებია ბაბუა მივაძინე და თქვენთვის მაინც რჩევა მოვიტანე. ესე ჩვენი ნიღაბი. კარგად უნდა გაშრეს, მეგობრებო, დავირბილოთ მერე, რომ ეგრევე კანი არ დავაზიანოთ, კარგი გამშრალი. გავაკეთეთ ნიღაბი. ნიღბის შემდეგ ძალიან ნაზად უნდა ჩამოვბანვა. აი ესეთი გუბკები ძალიან ნაზად. ჯერ დაასველეთ, რომ გახმება ეს. კი, კვერცხიარულები არაფერი, მაგრამ მაინც იჭიმება. ისეთი ინგრედიენტები ურევია, რომ ჭიმავს კანს და რო გაშრება, სულ თქვენ თვითონ მინდა რომ ნახოთ კანს რა ეფექტი მიეცით, როგორი შედეგი მოგცათ კანმა ამ მასკის შემდეგ. არ შეგეშინდეთ, მომწერეთ, იაქტიურეთ, ვინ გააკეთა, ვინს როგორ მოეწონა, შენიშვნებს მივიღებ, ნამდვილად მივიღებ, იმიტომ რომ მე დღესაც ვსწავლობ ძალიან ბევრ ამას. აი ამ წუთშიც ვსწავლობ. და თუ შენიშვნა რომ ვიღაცის კანზე არ მოიარგო, ეს პრაქტიკაც არის ჩემ ერთგვარი. სულ ეს იყო რომ რაც უნდა მეთქვა, გემშვიდობებით ახალი ნიღბის ჩაწერამდე, ვინც აპირებთ ჩემ ჯგუფში შემოსვლას, ნელ-ნელა გვიახლოვდება სწავლის პერიოდი და შეგიძლიათ რომ მოგწეროთ პირადში, გაგვესაუბროთ, პირობები გაგაცნოთ, პირობებს მე გეუბნებით ყოველ ჩართვაზე, იქნება სწავლება 2 საათიდან, საქართველოს დროის 4 საათიდან 6 საათამდე, 2 საათიდან 4 საათამდე ჩვენი დროით, იტალიის დროით, თუ იტალიიდან ვინმე გვიკავშირდება და იტალიიდან არიან რომ უნდოდეთ ემიგრანტები. ხო, საქართველოს დროით იცით რომ 2 საათით განსხვავება გვაქვს. იტალიის დროით 2-დან 4-მდე გვექნება, საქართველოს დროით 4-დან 6-მდე გვექნება. იქნება ორენოვანი სერტიფიკატის გაცემა, საავტორო წიგნის შუქება
სერტიფიკატთან ერთად კვირაში 2 დღე იქნება, 4 შაბათს იქნება კოსმეტოლოგია, შაბათს იქნება სახის მასაჟი. სახის მასაჟი არ გეგონოთ, ამაზე უფრო საინტერესოა, უფრო ეფექტურია კიდე. რომ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ მე რამდენი სახის მასაჟი დავამთავრე და კიდევ რამდენს ვსწავლობ. გემშვიდობებით ჩემო მეგობრებო, მე რომ ეს სახე ჩამოვიბანო, მე რომ დასმანტენიანებელი წავისვა, მე ვიდეოში ვერ ჩავეტევი. ამისთვის ბოდიშს გიხდით მომავალ ნიღბის ჩართვამდე, ახალი ნიღბისა და საინტერესო რჩევების მოტანამდე. გემშვიდობებით.